სახალხო დიპლომატიის მაგალითი თუ მორიგი პოლიტიკური სკანდალი დაარღვია თუ არა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და რატომ აქვთ პრეტენზიები მასთან ზოგმედია საშუალებას. პირველიდან 3 სექტემბრამდე ზვიად სიჭინავა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ოჩამჩილეში ჩავიდა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორის ტრაგიკულად დაღუპული ვიტალი დარასელიას საფლავი მოინახულა. კადრებში, რომელიც თავად სიჭინავამ მოგვაწოდა, ვიტალი დარასელიას ნათესავები ჩანან. ერთ-ერთმა ქართულმა, როგორც თვითონ აქვთ მითითებული საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტომ, ოჩამჩილეში გადაღებული ფოტოები ზვიად სიჭინავას მეუღლის ანა ლომთაძის ნათესავის Facebook გვერდზე აღმოაჩინა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო გაღიზიანებას ვერ მალავს და წერს, რომ სიჭინავას აფხაზური ვოიაჟის შესახებ პრესა და საზოგადოება Facebook-ით არ უნდა იგებდეს. თემასთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში მომხმარებლების კომენტარებიც ვრცელდება. ერთი ნაწილი ფედერაციის ექს-პრეზიდენტს აგენტობაში სდევს ბრალს, მეორე ნაწილი კი სიჭინავას ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში სახალხო დიპლომატიის მაგალითად აფასებს. თუმცა ფაქტი ერთია, მაშინ როდესაც ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები უკვე 23 წელია ერთმანეთში ვერაფერზე ვერ თანხმდებიან, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ურთიერთობები ბევრად უკეთესად გამოსდით. და კიდევ ერთი, ფეხბურთი აერთიანებს ეს თბილისში ჩატარებული სუპერთასის მატჩის მთავარი მესიჯი იყო, თუმცა ამ ფრაზამ უფრო მასშტაბური და ფართო აზრი შეიძინა. დინამო არენაზე ერთმანეთის გვერდით ქართველი და აფხაზი, ქართველი და ოსიგულ შემადგენლები იწყდნენ. ყველა ერთად კი საფეხბურთო ზეიმის და არა პოლიტიკური გარჩევების მონაწილე იყო. სასწრაფოს მანქანით მოვდიოდით კგბ-ს წარმომადგენლებთან ერთად. როდესაც მეორე ნაპირიდან გავიგეთ ყვირილი, რომ ის იპოვეს. ჩვენ ვკითხეთ თუ რა მდგომარეობაში იპოვეს ის. და მოკლედ, ის მკვდარი იყო. დინარის მეორე ნაპირიდან ის საკაცით მოყავდათ. ჩვენც იქ გადავედით. მას ხელზე ცეპი ეკეთა და შუბლზე პატარა ნაკაწრი ჰქონდა. მეტი არაფერი. დინარი ძალიან ადიდებული იყო და მეორე ნაპირზე საკაცით ძლივს გადმოვიყვანეთ. და სახის სპირტით გავუწმინდეთ. მეტი რისი თქმა შემიძლია, ის ძალიან ადრე გარდაიცვალა. არ დაივიწყოთ და მისი საფლავი ხშირად მოინახულეთ ხოლმე. მე შეგასერებთ, ეს იყო ექსკლუზიური კადრები, რომელიც TVS ზვიად სიჭინავამ თავად მიაწოდა ჩვენს კითხვებს. სწორედ ზვიად სიჭინავა უპასუხებს ბატონ ზვიად, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, საღამო მშვიდობისა და სანამ საუბარს დავიწყებდეთ უშუალოდ ოჩამჩილეში თქვენს სტუმრობაზე, მანამდე გვერდს ვერავით ვერავითარ შემთხვევაში თქვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. მოდი ასე ვთქვათ, ეს იყო კარგად გააზრებული გადაწყვეტილება თუ ეს იყო ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება?